სიამდვილეში აი საგარეო პოლიტიკის ამბავმა აჩვენა რომ აი ვიღაც რო თქვა რომ თქვენ რაღაც აი ოპოსუმის პოლიტიკა გაქვთ. აი ჩვენ რომ ამ ლაივში მე რომ მეთქვა. ნუ რა ვიცი ვიღაც აი ქართულოსთან ხარაჭერები ვიყურებს და იტყოდა რომ აი ეს ლანძღავენ ხელისუფლებას. მეტი რა შეუდიოთ ლაპარაკის გარეშე და აქ თვითონ აღიარეს. დებატების შედეგი არის ის რომ ჩვენო თქვენს რომ ჩვენო არაფრის იმედი არ გვაქვს. არც მეგობარი ყავს, არ ჯარი ყავს. არც რაღაცას არ ყოლია, ეს არის არგუმენტი. შალვარამიშვილმა ხო დაწერა. არც გვიფიქრიაო რომ რაღაცაო და უბრალოდ აი გურულებზე ის რომ მოიყვანა აიტოტი, აი თვითონ აღიარა რომ რამე რომ მოყტროს რომ ჩვენოსო. ხო და ამის შემდეგ აი წამოგინე უკვე ხსნილია რაც გინდა ის უთხრა. ნებისმიერ დებატზე, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ეთერში, სადმე გადაეყრები, შეგვიძლია უბრალოდ თქვა რომ თქვენ თვითონ არ თქვით რომ არაფერს არ წარმოადგენთ, რომ პუტინის კეთილგანწყობების მოპოვება თუ იმის იმედად არის თქვენი ერთადერთი სტრატეგია. თან მან პრობლემა ის არის კაცო, ანუ როგორ იპოვებ ამას და რო არ კონდეს, თორე მართლა, ანუ სერიოზულად მართლა ეგ არის ესმის, ანუ ან არ გაქვს და აფერი სტოპ. ან ქვეყანა გაყიდე და ამიტომ ხარ და არა რაღაცა სანამ არ დაგესხა თავს მანამდე შეიძლება გააქვს კაცო ანუ სანამ არ დაგესხა თავს სიტყვი რომ მაქვს პუტინის კეთილგანწყობა მაგრამ გარანტია სად მაქვს რომ ხო და ამას ვამბობ რა ან შეიძლება ქვეყანა გაყიდე უკვე გაიგე და ამიტომ რაღაცა გაქვს ნუ ახლა რავი ეს მაგას ვერ დამტკიცებ შენ და ან შეიძლება არაფერი არ გაქვს სიტყვები ან არცალია უბრალოდ შენთვის ხო არცალია და უბრალოდ ამიტომ ხდება ან რაღაცა შეიძლება გონია რომ გაქვს და ერთმა იცის პუტინთან შედახვევა აი თუმცა მაგაზე კრიტიკის რო თქვა ანუ საწინააღმდეგო პოზიციაც რაც იყო რა მაყურებლის რო იყოს რომ შალვარამიშვილმა რაც თქვა იდეაში ჩემთან რომ არც არასდროს არ დაგვერეკებოდა ვიღაცასთან და როცა გვეგონა რომ დაგვერეკებოდა მაშინ ვინ დაგვეხმარა ეს არის რა თემა და შენ ნაცვლად იმისა რომ შეიძლება კრიტიკა სწორი იყოს ნაცების მიმართ რომ რატომ ვერ დაიცავი უკეთესად 2008 წელს რაღაცა მაგრამ ამის პასუხი სხვა უნდა იყოს რომ შენ ვაფშე გაუარესო სიტუაცია და ისე დაგერეკებოდა დახმარება მიიღე და ნუ ესე იგი რა უნდა გააკეთო რომ არ იყო რა აღმოჩნდა არასაკმარისი შემდეგ კიდევ უფრო მეტს უნდა დაურეკო და კიდევ უფრო მეტ დახმარება მიიღო ანუ ხო სწორი პასუხი ეს არის პასუხი ეს არის ხადია რომ დაგერეკებოდა ფაქტად ვიცით ის ხალხი კაცო აქ ჩამოსული იყვნენ ხუთი პრეზიდენტი თუ რაღაც ხო ჩამოვიდნენ ახლა ბევრი ხო ადამიანი არ ჩამოვა ომის დროს სადღაც ომში წავიდეს ესე იგი დაგერეკებოდა დახმარება გამოვიდა. არასაკმარისი იყო ბალარი არის რომ წავაგეთ ახლა რაზე საუბარი, მაგრამ ისა რა ქვია, ესე იგი მეტი ვიმუშაოთ, მეტი მეგობარი უჭირდება, უფრო ისეთი კარგი მეგობრობა უჭირდება. ანუ ეს ერთადერთი პასუხია და ამიტომ თქვენ რომ იმიტომ რომ ჩვენო რაღაც ჯარები არ შემოიყვანა ამერიკამ და რუსები არ გაყარაო და მოსკოვი არ ავიღეთო. ამიტომ ჩვენ ახლა არაფერთან არ მეგობრობთ. ამიტომ არაფერი არ ჭირდება. ჩვენ ოპოსუმები ვართო რა. და თვითონ აღიარეს. ხო და აი მე დებატების ერთ-ერთი თავარი ამბავი კი არის, რომ აი ამარცხებ თუ არა, თვითონ კონცეფციის პოზიციის კრისტალიზაცია ხდება. თვითონ აღიარებენ რაღაცეებს რა.